საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეზოში მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება. ეკლესიის გუმბათზე ჯვარი დღეს აღიმართა. სიწმინდე ჯვრის მამის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ აკურთხა. ტაძრის მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საძირკველი ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ აკურთხა. ეკლესიის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აგება საქართველოს ეკლესიის მეთაურის ინიციატივას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის მშენებლობის დასრულებას მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები განსაკუთრებულად ელიან. ყოველთვის ჯვრის აღმართვა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხოლმე ტაძრის მშენებლობის მომენტში. აი გვირგვინად ეთქმება ხოლმე ჯვარი ტაძარს და ძალიან სასიხარულოა, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მშენებარე ტაძარი, რომელიც საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების გვერდით არის, მის ეზოშია. დღეს აი ახლა ამ ახალ ეტაპზე რომ ამ ტაძარზე დღეს აღიმართება ჯვარი. ეს ჯვარი უკვე იკურთხა და ახლა მოხდება მისი აღმართვა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოსა და რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო ცენტრის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს. დაწესებულება აკადემიურ ფორმატში ფუნქციონირებს და სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულების კვლევებსა თუ ანალიზებს განავითარებს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა სიღრმისეულ განსჯას საჭიროებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ისტორიული გამოცდილების შესწავლა, მეცნიერული გაანალიზება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინება და სამომავლო მიზნების სწორად დასახვა. სახელმწიფოსა და რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო ცენტრი სათანადო აკადემიური მხარდაჭერით იქნება უზრუნველყოფილი. შეიქმნა უნივერსიტეტების ჩართულობით და სააგენტოს ასე ვთქვათ ბაზაზე სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. სადაც წარმოდგენილი იქნება 11-ვე უმაღლესი სასწავლებელი თავისი აკადემიური რესურსით, სააგენტოს ჩართულობით და ხელმძღვანელობით და საბოლოო ჯამში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის, რელიგიური კვლევის ცენტრების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებას. აქცენტირებული იქნება ერთის როგორც ადამიანის რელიგიური უფლებების, რელიგიური კონფლიქტების, რელიგიისა და პოლიტიკის, რელიგიური კონფესიების სახელმწიფო ზემოქმედების ფორმატში ამ თემატიკებზე შარშან რელიგიურ სააგენტოსთან გაფორმებული იქნა უნივერსიტეტის მიერ უნივერსიტეტში ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დღეს იხილება საკითხი, რომელსაც უნდა ჩამოყალიბოს საკოორდინაციო საბჭო, სააგენტო, როგორ უნდა მოხდეს დაუშვათ იმ პრობლემატური საკითხების მსჯელობა და ამ საკითხების გადაჭრა აკადემიური ჭრილში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში დილიდან საგამოცდო ციებ-ცხელება იგრძნობა. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაცია 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაიარეს. პირველ ეტაპზე 9583 აბიტურიენტს ელოდებოდნენ, აქედან 305 გამოცდაზე არ გამოცხადდა, რაც რაოდენობის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. რეგისტრაციამ და საგამოცდო პროცესმა 7 ვითარებაში ჩაიარა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყო 9583 აბიტურიენტი მთელი საქართველოს მასშტაბით. არ გამოცხადდა 305 აბიტურიენტი, თუმცა ამ 305 აბიტურიენტში იგულისხმება ის აბიტურიენტებიც 3 ესეთი, რომლებმაც დაიგვიანეს სამწუხაროდ გამოცდაზე გამოცხადება და აქედან გამომდინარე არ დაიშვნენ გამოცდაზე. და ერთი შემთხვევა იყო ერთი აბიტურიენტი, რომელიც მოიხსნა გამოცდიდან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის საგამოცდო ცენტრიდან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გახსნილ რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დააკვირდა. უწყების ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს დაწესებულებებში ჩაბარება და შემდგომში პროფესიული წინსვლა უსურვა. საქართველოში დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში. მოწყობილია 19 საგამოცდო ცენტრი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ
საგანგებო შტაბი, რომელიც გამოცდებისთვის იქმნება, ძალიან კარგად იმუშავა და ზუსტად იმის შედეგია ის, რომ დღეს ყველა საგამოცდო ცენტრში არის სიმშვიდე და უსაფრთხო გარემო უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტებმა წყნარ მშვიდ გარემოში იმუშაონ. მე მინდა რომ მათ წარმატება უსურვო. ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ აბიტურიენტებს ხელვას ვერ შეატყობდით. უმეტესობა ამბობდა, რომ მთელი წლის მეცადინეობა აუცილებლად დაუფასდებათ და სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გახდებიან. სამართალზე ვაბარებ, ნერვიულობ წინასწარ, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ შევინარჩუნო სიმშვიდე, იმიტომ რომ მთავარი სიმშვიდეა გამოცდის დროს და რა ვიცი, ყველა აბიტურიენტს უსურვებ სიმშვიდეს და წარმატებას, რაც მთავარია. საერთოდ არ ნერვიულობ, მე თვითონ პროფესიით ფილოლოგი გახლავართ, მასწავლებელი. ვიცი, ეს სპეციფიკაა ეროვნული გამოცდების, არა მარტო ეროვნულის, არამედ საატესტატო გამოცდებისაც. არ ნერვიულობ, ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ყველაფერი. ჩემი შვილი არის გიორგი არის შესული, სამართალზე აბარებს. იმედი რა, მომზადებული კარგად არის ნორმალურად. დანარჩენი კიდე თავარი არის არ დაიბნეს და რაც იცის ის გადაიტანოს ფურცელზე. მეტი მანდ ეხა არაფერი ყველაფერი წესრიგში არის, ათაორია ორგანიზებულად არის. ყველა საგამოცდო ცენტრში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი და მობილიზებულია როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე საპატრულო და სამაშველო სამსახური. აღსანიშნავია, რომ წელს გამოცდებისთვის სულ 40,000-მდე აბიტურიენტი, 4,000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი და 12,500-ზე მეტი მაგისტრანტი დარეგისტრირდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ აბიტურიენტებს ტესტირების ჩაბარება ზოგად უნარებში 6 ივლისს მოუწევთ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება. აბიტურიენტები საბოლოო შედეგებს აგვისტოს მეორე ნახევარში შეიტყობენ. საკვების არჩევანისზე გავლენა კლიმატის ცვლილებებზე. ამ სახელწოდების საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. გლობალური დათბობის საკითხებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნენსი მარლინმა ისაუბრა. შეხვედრა 1000 წრეულის გამოწვევის ფონდისა და სან-დიეგოს უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. როგორც ცნობილია, პროგრამა 2015 წლიდან სტუდენტებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში ცოდნის ამაღლებას სთავაზობს. კურსდამთავრებულები ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომს მიიღებენ. სამი უდიდესი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი არის ჩართული ამ საქმიანობაში. 4 პროგრამით მოხდება ბაკალავრიატზე მიღება წელს. ძალიან საჭირო მიმართულებები არის, ეს არის საინჟინრო მიმართულებები. რაც შეეხება თანამშრომლობას სან-დიეგოსთან, ძალიან კარგი არის, რომ პოპულარიზაცია ხდება მეცნიერების, პოპულარიზაცია ხდება იმ კვლევების, რომელიც მიმდინარეობს სან-დიეგოში და რომელიც იქნება თბილისში ასევე. მე ვისაუბრე თუ რა გავლენა აქვს საკვების არჩევას კლიმატის ცვლილებებზე. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი არ არის გათვითცნობიერებული აღნიშნულ საკითხებში და მათი ინფორმირება აუცილებელია. აგრეთვე მინდა აღნიშნო, რომ სან-დიეგოს უნივერსიტეტსა და თქვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის საინტერესო თანამშრომლობა მიმდინარეობს, რაც ძალიან მახარებს. თბილისი საქართველო-იტალიის პირველ ენერგეტიკულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. კონფერენცია TBC ბანკის სათაო ოფისში შედგა. შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრმა გახსნა. კახა კალაძემ დარგის განვითარების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ღონისძიების მიზანი ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვაა. ფორუმში მონაწილეობა იტალიური საკონსულტაციო კომპანიისა და აღნიშნული მიმართულებით მომუშავე სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს. ორგანიზატორების განმარტებით იტალიური კომპანიები ენერგეტიკის სფეროში პოტენციური ინვესტორები არიან და მათთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იტალიური კომპანიები ჩვენ დარგში ნაკლებად არიან შემოსულები და ვფიქრობ, ჩვენ დღეს გვექნება საშუალება გავაცნოთ არსებული მდგომარეობა, არსებული სიტუაცია, დარგის მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩაერთვებიან სხვადასხვა საინტერესო მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებას. თქვენ იცით, რომ ენერგეტიკა არის ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი, ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რადგან ენერგეტიკის განვითარებაზე არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას მოეპოვება რესურსები, რათა აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული გახდეს. ჩვენ მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი იტალიელი ინვესტორი მოვიზიდოთ საქართველოში. ვიმედოვნებ, ფორუმი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდება.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შეფასების ანგარიში წარადგინა. ნაშრომის პირველ ნაწილში აღწერილია საქართველოში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის სისტემის განვითარების ტენდენციები და შეფასებულია დეცენტრალიზაციის განვითარების პროცესი. ნაშრომის მეორე თავში რეფორმის მზადების ეტაპია განხილული. ამასთანავე საუბარია 2013 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღების პოლიტიკური პროცესის შესახებ. პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, სიტუაციების ანალიზსა და რეფორმის პროცესის მონიტორინგს. განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ის რეფორმები, რაც არის ასახული 2013-14 წელს, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და დავიწყეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც არის პირდაპირ არჩევნები, გამგებლებისა და მერებისა, ასევე ის რომ დამატებით მსხვილ მუნიციპალიტეტებში ცალკე გამოიყო თვითმმართველი ქალაქები და ამით ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდა ერთმანეთს. ძირითადი ტენდენცია არის ის, რომ განსხვავებით წინა რეფორმებისგან ის რეფორმა, რომელიც ბოლო 2 წელია მიმდინარეობს, არ არის კოსმეტიკური, არამედ ის არსობრივად სხვაგვარად აწესრიგებს ადგილობრივ თვითმმართველობას. ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა არის ნამდვილად ნაბიჯი წინ და ეს დადასტურდა Freedom House-ის ანგარიშით, სადაც ნათქვამია, რომ ერთადერთი გაუმჯობესება ქვეყანაში არის ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივი დემოკრატიის კუთხით. საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარებისა და მათი ღირსეული რეინტეგრაციის მიზნით სპეციალური პროგრამა შეიქმნა. პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. დაბრუნებული მიგრანტები შეძლებენ გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსები და ექნებათ ხელშეწყობა მცირე საგრანტო პროექტების განსახორციელებლად. დღემდე ხორციელდებოდა გარკვეული პროგრამები, იყო ეს პროგრამები ხორციელდებოდა მხოლოდ დონორების დახმარებით, ძირითადად ამ შემთხვევაში იყო ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფარგლებში ჩვენ სამინისტროსთან ერთად იყო მობილურობის ცენტრები ფუნქციონირებდნენ. 1700-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ, მათ შორის 120-მდე მცირე გრანტი არის გაცემული მცირე ბიზნესების დასაწყებად ამ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დონორების დახმარება და წელს პირველად გამოყო სახელმწიფომ ეს დახმარება, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი ევროპასთან ასოცირების ფარგლებშიც, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებშიც, მაგრამ ეს არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ორგანიზაცია კონკრეტულად საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი განახორციელებს 2 პროექტს ამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში. ერთი პროექტი მიზნად ისახავს სტაჟირების შესაძლებლობების უზრუნველყოფას სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის, ხოლო მეორე პროექტი ითვალისწინებს სოციალური პროექტების დაფინანსებას.